სანამ უშუალოდ დამუშავების ეტაპზე გადავალთ, აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოები. პირველ რიგში ვიცავთ მიმდებარე ზედაპირს დამცავი ლენტით, ანუ სკოტჩით. ამის შემდეგ გასველი დამუშავების პრინციპით, კარგად დავასრულებთ როგორც ფარებს, ასევე ზუმფარას და ამ პროცესს დავიწყებთ 6-ასიანი აბრაზივით. ექვსასიანის შემდეგ გადავდივართ 1000-იან აბრაზივზე, ეს არის გადამტეხი მომენტი, როდესაც უხეში ნაწიბურებს საბოლოოდ ვაშორებთ და ზედაპირს უფრო ერთგვაროვან სახეს ვაძლევთ გახსოვდეთ, ამ ეტაპზეც წყალი აუცილებელია, რომ პროცესი რთულად წარიმართოს. შემდეგი ნაბიჯია 1500-იანი ზუმფარა, აქ უკვე აშკარად ვამჩნევთ, როგორ ქრება ზედაპირიდან სიხისტე და ფარის უფრო გლუვი ხდება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოვაშოროთ წინა დამუშავების კვალი და მოვამზადოთ ზედაპირი პოლირებისთვის. ახლა კი 2000-იან ზუმფარაზე გადავდივართ. ამ დროს ფარი უკვე საგრძნობლად იწმინდება და ეს ფრაქცია იმდენად ნაზია, რომ ზედაპირს თითქმის არ კისებურს გლუვს ანიჭებს და ნებისმიერ წვრილ ხარვეს ასწორებს. ბოლოს კი აუცილებლად გადავდივართ 2500-იანზე. ბევრი მაინც იტყვის, რომ არ სჭირდება 1500-იანი საკმარისი არის, ორთქლი მაინც გადაფარავს, მაგრამ მე მაინც ჩემსაც გირჩევთ, რომ ორთქლით პოლირებისას, რაც უფრო მაღალი ნომრით დაამთავრებთ დაზუმფარებას, ფარი მით უფრო სუფთა და კრისტალური გამოდის. 2500-იანი ყველა წვრილ ხაზს აკრობს და შედეგით სულ სხვა არის. კარგით, ახლა ფარი უკვე იდეალურად გლუვია, ყველაფერი მზადაა და შეგვიძლია დავიწყოთ ორთქლით პოლირება და გამოვიყენოთ საბოლოო სიბრიალე. 1500-იანის შემდეგ გაჩერება არის საქმის უბრალოდ მიფუჩეჩება. თუ 2500-იანით ზედაპირს იდეალურად არ გაასუფთავებთ, შიგნით მაინც დარჩება წვრილი ხაზები, რაც დიდი ალბათობით სინათლის გაფანტვას გამოიწვევს. 2500-იანი არის იმის გარანტია, რომ ფარი იქნება კრისტალურად სუფთა და არა უბრალოდ ბრიალა, როგორც ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე.